მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო და მსმენელებო, ახლა მე თქვენ შემოგთავაზებთ რიჩარდ ფეიმანის ვიდეოს დენთან დაკავშირებით. დენი არ გადის მავთულებში, კაბელზე, როგორც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი. ეს იწუთით ახლავე. ხო, ენერგია გზავრობს მეტალის შიგ, როგორც გზავრები ავტობუსში ან მატარებელში. მე გეუბნები, რომ ეს ტყილია, ამბობს რიჩარდ ფეიმანი. ცოტათი ტყილია, ცოტათი სიმართლე. ენერგია, რომელიც ანათებს შენ ნატურაზე, არ გადის კაბელში, არასდროს გადიოდა. დაფიქრდი ამის შესახებ. ყოველი ნატურა, ყოველი ძრავა, ყოველი ტოსტერი, ყოველი რადიო ენერგია, რომლითაც იკვებებიან ისინი, არ მოდიან კაბელით. დავიწყოთ იმით, რითაც დაიწყო გონიერმა კაცმა. ავიღოთ ელემენტი, უერთებთ მას ნატურას ორი პროვოდით, ანუ ორი კაბელით. კაბელი არაა, ისა სინა. კარგი კაბელი ვთქვათ. ნატურა ანათებს, რა მოხდა, ელემენტები წევენ ელექტრონებზე ეს არის უარყოფითად დამუხტული ნაწილაკები, ერთი თავისუფალი ელექტრონი, ერთი ატომზე, რომელიც დაბორიალობს რკინის შიგ ამ მართულში. მაინც მართულს ვიტყვი მე, იმიტომ რომ კაბელი სულ სხვა. ელემენტი ქმნის ძაბვას, რომელიც გავს ეს არ დამთავრდებია. კარგი, ისინი გამოდიან ერთი ბოლოდან, გადიან ამ სინაში და ლამპის ძაფით ბრუნდებიან სხვა გზით მეორე კონტაქტში, მეორე სინაში, მეორე სინის ბოლოში. ჩაკეტილი, მაგრამ სინა გაშიშვლებულია. მე ვგულისხმობ დაცულ სინებს. მაპატიეთ, მეტი სახელი ქართულად ვერ მოუძებნე. ჩაკეტილი კონტურის ელექტრონებს მიაქვთ ელექტროდენი ნატურასკენ. ნატურა ამუშავებს ამ ენერგიას სინათლეში და სითბოში. დენი არის ელექტრონების ნაკადი. მოძრაობა არის ბიძგი. წინააღმდეგობა ეს ბარიერია. ამრავლებ დენს ძაბუაზე და იღებს სიძლიერეს. ყველაფერი ეწყობა როგორც პაზლი. რა სიჩქარით მოძრაობენ ელექტროდენები სინაში, ანუ კაბელში. მაინც კაბელი ვიხმარე. კარგი იყოს კაბელი. ბევრი უპასუხებს მიახლოებით ასე. მოძრაობს სიჩქარით, სინათლის სიჩქარით, ან მიახლოებით ამდაგვარად. ესე იგი, ელექტრონებმა უნდა იმუშავონ
იმოძრავონ ჩქარა. როდესაც თქვენ ჩამთვალს რთავთ და თიშავთ შუქი, მალევე ითიშება და ირთვება და არა რამდენიმე წამი უნდა მოლოდინი იმისა, რომ დენი ჩაირთვოს. წამიერად იმავე მომენტში თქვენი თითი ეხება ჩამთვალს, ოთახი ნათდება, ესე იგი ელექტრონები სპილენჯში დიდი სიჩქარით უნდა მოძრაობდნენ. მოდით დავიანგარიშოთ. ავიღოთ ჩვეულებრივი პროვოდი თქვენი სახლიდან 12-იანი კალიბრისა, მიახლოებით 12 მმ დიამეტრში, რომელშიც დენი გადის 10 ამპერამდე. ტიპიური ყოფადი დენი. შევხედავთ სპილენძის კრისტალურ სტრუქტურას. მიახლოებით 80,000 20 თავისუფალი ელექტრონებისა კუბურ მეტრზე. 85 მილიარდი, სამჯერ მილიარდი ელექტრონი ყოველ კუბურ მეტრში, სპილენჯში. საშინელი წილა წერია. კარგი, გავაგრძელოთ. სპილენძის ყოველი ატომი აძლევს მიახლოებით ერთ თავისუფალ ელექტრონს რკინის საბოლოოდ მართულში თითქმის გაჭედილია დამუხტული მტარებლებით. დენი 10 ამპერი ნიშნავს, რომ მოცემულ წერტილში გადის 10 კულონი მუხტისა ყოველ წამში. ერთი ელექტრონის მუხტი კი ერთი სპევო 6-19 კულონი. მე ამ საკითხში ძლიერ არ ვერკვევი, მე უბრალოდ მინდა საერთო წარმოდგენა კონდეს იმათ, ვინც არ იცის თუ დენი რა არის და როგორ გადის მართულებში, კაბელებში. თუ თქვენ გამოანგარიშებთ რა სიჩქარით უნდა დრეიფობდეს ელექტრონები იმისთვის, რომ შექმნან ამხელა დენი, კაბელში მიიღებთ რიცხვს და ეს რიცხვი უდრის 0,2 სანტიმეტრს წამში. 2 სანტიმეტრი წამში, ესე იგი 1 დიუმი, 1 ნაშტი. მაპატიეთ 1 დიუმი 1 წამში. ლოკოკინებზე ნელა გამოდის მოძრაობა. საერთო ლოკოკინა მოძრაობს წამში 1 სანტიმეტრი. ეს 50-ჯერ ჩქარა, ვიდრე ელექტროდენი თქვენ კაბელში. ელექტრონები მოძრაობენ სიჩქარით, ლოკოკინა სიჩქარე გაყოფილი 50-ზე. ელექტროდენმა რომ დაიწყოს თავისი მოგზაურობა ელექტროსადგურიდან და შეეცადოს მიხოხვა კაბელამდე, თქვენ ცნობილ მანძილზე მილი მას დასჭირდება დაახლოებით 400 წელი, 4 ასეული საუკუნე. ეს ელექტრონები საერთოდ არც ძლარიან შვიდად, სანამ მიიღებენ ბრძანებას. ოთახის ტემპერატურას ყოველი თავისუფალი ელექტრონი მიედინება
მაპატიეთ, ოთახის ტემპერატურის 100 ყოველი თავისუფალი ელექტრონი მიედინება კოლოსალური სიჩქარით, მიახლოებით მილიონი მეტრი ნაშთი და ეჯახება სპილენძის ატომებს. საერთოდ კაბელი უმეტესწილად არის სპილენძისგანაც გაკეთებული, უფრო მაგას ყიდულობენ. და ყველა მიმართულებით, როგორც პინბოლის ბურთი, ეს არის სითფურის სითფო. ის ძლიერია, მაგრამ ის საოცარია და ეცნაირია ყველა მიმართულებით. და ეს მოძრაობა იძლევა ნულს. დრეფული სინათლე ნოლ 2 ეს არის წვრილმანი განძრევა ამ გზაზე და ეს კოლექტიური დრეიფი ქმნის დენს 10 ამპერს. ელექტრონები უფრო სწორად, ელექტრონები მუშაობენ ჩქარა ქაოტიურად, მაგრამ სინამდვილეში არსად არ არსებობს სუფთა დრეიფი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ დენს. თუ ელექტრონები ძლივს მიხოხავენ, ხო, მაგს დაწერილი უჯრედის მათემატიკის რეულში, დიდ რეულში. ამიტომ აქანე ცოტა შევიწროებულად მაგს დაწერილი და მაპატიეთ. თუ ელექტრონები ძლივს მიხოხავენ, დენი კი ინთება წამიერად, ესე იგი თვითონ ელექტრონებს არ შეუძლიათ ფიზიკურად მიიტანონ ენერგია ელექტროსადგურიდან ნათურისაკენ, ვერ ასწრებენ ენერგია მოდის თითქმის სინათლის სიჩქარით, ელექტრონები მოძრაობენ სიჩქარით ყინულის ლოდისა, კი ცალკეული ელექტრონები მოძრაობენ ნელა, მაგრამ სიგნალი ვრცელდება ჩქარა, რადგან პროვოდი უკვე გავსებულია ელექტროდენით. როდესაც თქვენ ტენით ერთ ელექტრონს ამ ტილოში, მაპატიეთ, როდესაც თქვენ ტენით ერთ ელექტრონს ამ ბოლოში მეორე ვარდება მეორე ბოლოდან, როგორც ბურთებით გაჭედილი მილიდან. ერთი ბურთი შეაგდეთ, მეორე ბურთი მეორე ბოლოში ვარდება. ელექტრონული სიგნალი ბიძგი ვრცელდება ძალიან ჩქარა. მიახლოებით 2/3 ჩვეულ სპილენძში იწყება ჯაჭვური რეაქცია. ანუ ერთმანეთს უბიძგებენ და ერთმანეთს აგდებენ. ერთი ელექტრონი ბიძს ადრევს შემდგომ ელექტრონს. რაღაც წამებში მასე გადიან მთელ გზას. ენერგია დახტის ერთი ელექტრონიდან მეორეს. აქ ჩნდება კიდევ მეორე არაადეკვატური პრობლემა. ენერგია ჯაჭვში მიედინება ერთი მიმართულებით. ბატარეიკიდან ნათურისკენ, მაგრამ ელექტრონები ავსებენ მთელი კონტურს ჯაჭვის ერთ ნაწილში, აძლევენ ენერგიას, მეორეში იღებენ და აქცევენ სითბოდ, მაგრამ ყველა ელექტრონები დაკავშირებულია, ისინი ერთმანეთს აჩქარებენ, ეჯახებიან ერთმანეთს, ენერგიამ საიდან იცის, რომ უნდა მიედინებოდეს
ელემენტისგან ნატურასკენ. ენერგია საერთოდ არ იმყოფება კაბელში. დაივიწყეთ ერთი წუთით ელექტრონები, დაივიწყეთ სქემები, დაივიწყეთ სპილენძი, ვისაუბროთ ველებზე. მაქსველმა მომიტევეთ მაქსველმა შოტლანდიაში გააკეთა ის, რაც არის ერთ-ერთი მიღწევა კაცობრიობის ისტორიაში. მაქსველამდე ელექტროდენი და მაგნეტიზმი იყო სხვადასხვა საგნები, სხვადასხვა გაგება. ელექტროდენი წევს ამოძრავებს კომპასის სისხლს, ელექტროდენი ქმნის მაგნეტიზმს, ცვალებადი მაგნეტური ველი გამოყოფს ელექტროდენს, მაგრამ ერთიანი მუხტი მათი არ იყო. მაქსველმა გაერთიანა კულონი აღმოჩენა ამპერის აღმოჩენასთან მაქსველმა გაერთიანა კულონის აღმოჩენა ამპერის აღმოჩენამდე ის და ერთიან სისტემაში. ისინი აღწერენ თუ მუხტები როგორ ქმნიან დენს, ელექტრონულ ველს. დენი ყოფილა ელექტრონული ველი. რატომ არ არსებობს იზოლირებული მაგნიტური პოლუსები, ცვალებადი მაგნიტური ველი როგორ ქმნის ელექტროველს. მაქსველმა შეამჩნია, რომ მისი მაგალითი წინასწარ მეტყოლებს ტალღების არსებობას. წინასწარ მეტყოლებას უკეთებს ტალღების არსებობას. ხმოვანისა, არა წყლისა. წყალს არ გულისხმობ აქმე, არამედ რადიო ტალღებს და სრულიად ახალი ტალღის სახეობა აღმოაჩინა. ელექტროდენი მყევადი სახეობა, მყევადი ამ ველებისა. ელექტროდენი ველი ქმნის მაგნიტურს. ცვალებადი მაგნიტური ქმნის ელექტროველს. ანუ ქმნიან ერთმანეთის შექმნაში იღებენ მონაწილეობას და ისინი ახდებიან ერთმანეთს. ვრცელდებიან ვაკუუმში და არ საჭიროებენ არანაირ გარემოს, რომ გავრცელდნენ. მაქსველმა გამოიანგარიშა სიჩქარე ამ ტალღებისა. გამოვიდა 300,000 მილიონი კონსტანტა წამში. სინათლისა და თხვევა იყო ზუსტი და მაქსველი მოვიდა შემდეგ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სინათლე არის ელექტრომაგნიტური ტალღა და ახლა თავარი რამ თუ ელექტრომაგნიტურ ველებს შეუძლიათ ენერგიის გადატანა ცარიელი სივრცეში, ებადება უხერხული კითხვა. როდესაც კაბელი ან პროვოდები მიედინება კაბელებში ან პროვოდებში მიედინება დენი არსებული ელექტრო ველით პროვოდის გასწრილ არსებობს მაგნიტური ველი. ამ კაბელის გარშემო, ესე იგი ელექტრონული ველიც მიედინება და მაგნიტური ველიც მიედინება ამ კაბელზე. ორივე ველი იმყოფება სივრცეში რკინის გაღმა. ანუ შიგ არა, შიგ რკინაა. ხო, მაგრამ შიგ მიედინებიან ელექტრონები. მაგრამ ეს დენი ქმნის ელექტრო და მაგნიტურ ველს, რომლებიც პროვოდის გაღმა მოძრაობენ. ანუ მიედინებიან. მაქსველმა ახლახან თქვა, რომ ველებს შეუძლიათ ენერგიის გადატანა. გადააქვენ თუ არა ეს ველები
კაბელის დახმარებით მეშვეობით გარშემო ენერგიას თუ კი რამდენი გადააქვთ და რომელ მიმართულებაში გადააქვთ. ის იყო ფრთხილი მეთოდიკური ის რაც მან აღმოაჩინა გადააბრუნა სტანდარტული სურათი ელექტრომაგნიტურ ჯაჭვებისა თავდაყირა. აგერ ახლა მე დავხატე სპეციალურად ეს არის ეგრეთ წოდებული პროვოდი, ანუ გინდა სინად დაარქვით, მართული ის არის მართული მე მგონი უკეთესია, არ ვიცი ქართულად ზუსტად რა შეიძლება ამას ეწოდოს, ან კაბელი, ხო, აი დაფარული, გაშიშლებული არა, რეზინით დაფარული კაბელი, ხო, და ელექტრონები ერთ ბოლოში შედიან და ერთმანეთს ბიძს აძლევენ, ანუ ასე ბულგარულად რომ თქვათ, ტენიან ერთმანეთს, გამოდის აქედან ბიძს მიცემენ, შემდეგი არ გამოდის, მაგრამ ჭიანჭველებივით მოძრაობენ ესენი. წამოიდგინეთ ჭიანჭველების მოძრაობა შიგ. ხო, და შემდეგ ჭიანჭველა არა, ლოკოკინები წარმოიდგინეთ აქ და რა ლოკოკინა უფრო ჩქარა მოძრაობს, ვიდრე ელექტრონები. ხო და ეს მოძრაობა დენი ქმნის ელექტროველს და მაგნიტურ ველს. ხო, დენი იქნება, მაგრამ კითხვა ისმისო თუ ასე მალე რატო ინთება ნათურად და რატო ქრება, ხო? ჩართვისას რატო ინთება ასე უცებ და გათიშვისას რატო ქრება უცებ. საქმე იმაშია, რომ დენი არ გადის ამ კაბელში. არც ელექტრონებს კი გადააქვთ დენი, მაგრამ დენი ამ კაბელში არ გადის. ელექტრონები ქმნიან ველს. აი მაგალითად ეს დიდი ისარი არის, მე დავხატე დიდი ისარი, წარმოვადგინე როგორც ელექტროველი, პატარა ისარი მაგნიტური ველი. მაპატიეთ, არა, ვცდები. მაპატიეთ. არ მახსოვს, მოიცადეთ ახლა ამასაც აგიხსნით. ესა მგონი მაგნიტური ველი. ეს და ელექტროველი არის, დენი მიედინება, ხო, დენის მიმართულება. ეს არის დენის მიმართულება გარეთ. ამ კაბელის მიღმა. ხო, ახლა ცოტა ამერია ტვინი და თქვენც აგერიეთ ახლა. თქვენც აგერიოდათ და საკურველია. ეს არის დენი. დენი ჰორიზონტალურად მიემართება კაბელის ჰორიზონტალური ხაზის პარალელურად. ხო, აი ამ კაბელის პარალელურად მიემართება დენი, როგორც დენი. მაგრამ ამის გარშემო ტრიალებენ ელექტროველი, მაგნიტური ველი და ესენი ერთმანეთის გვერდითაა. ხო. და ეს დენი მიედინება ამ ელექტროველის, მაგნიტური ველის მეშვეობით. ხო, ეს ელექტრო და მაგნიტური ველები ეხმარებიან ამდენს ტრანსპორტირებაში. ხომ გაბიგეთ ახლა? კიდევ აგიხსნით, ელექტრონები შიგნით ერთმანეთს უბიძგებენ, ბოლოში შესული უბიძგებს დანარჩენებს, რომ შემდეგ მეორე ბოლოს გამოვიდნენ. მაგრამ დენი აქ არ გადის, დენი გადის ამ კაბელის მიღმა. და ამ დენის ტრანსპორტირებას უკეთებს ელექტრომაგნიტური ველი. მოდელი აჩვენებს, ახლა მე რაც თქვენ მოდელი გაჩვენებთ, პონტიგმა არის ასეთი მეცნიერი, გამოიყენა ფორმულა, იღებთ ელექტრონულ ველს სივრცეს ნებისმიერი წერტილში, იღებთ მაგნიტურ ველს ნებისმიერი სივრცის მაგნიტურ ველს იმავე წერტილში და გამოთვლით იმას, რასაც მათემატიკაში უწოდებენ ვექტორ ნიმუშს. ამ ორი ველებისა შედეგად გამოდის ახალი ვექტორი. მოდული აჩვენებს თუ რამდენი ენერგია გადის მოცემულ
წერტილამდე ან წამში ფართობის ერთეულის გავლით. მიმართულება გაჩვენებს საით მოძრაობს ეს ენერგია. ამ ვექტორმა მიიღო სახელწოდება პოტინგის ვექტორი. პოტინგმა გამოიყენა თავისი ფორმულა ამ უბრალო სიტუაციის პირდაპირი კაბელისკენ მუდმივი გამოყოფადი დენით და ის რაც მან აღმოაჩინა აღელვებდა კაბელის ზედაპირზე ელექტროველის ჰქონდა ორი კომპონენტი. პირველი კაბელის გასწვრივ დენი კაბელის პარალელურად მოძრაობდა. ახლა მე თქვენ რომ აგიხსენით, აი ამ კაბელის პარალელურად მოძრაობდა დენი, ესა დენი. მეორე ხო მოიცადეთ ჯერ არა. ეს ველია, რომელიც დევნის ელექტრონებს წინ და ის დაკავშირებულია ძაბვის დავარდნასთან. ანუ ეს დენი, რომელიც მიედინება კაბელის პარალელურად, ეს დენი აიძულებს ელექტრონებს იმოძრავონ ამ კაბელის შიგ რკინაზე, მართულზე, ხოხვით. მეორე აღმოაჩინა ის, რომ კომპონენტებიც არის რადიალური. ის მიმართულია პერპენდიკულარულად კაბელზე გარედან. აი ეს მე შეიძლება ხარასწორად თქვი. პერპენდიკულარულად, კაბელის პერპენდიკულარულად აღმოაჩინა კომპონენტები გარედან, კაბელის გარედან, საიდან ჩნდება ის, ანუ ეს ველი, ელექტრომაგნიტური ველი საიდან ჩნდებაო. იმ ცუცქუნა მუხტების გამონაწილებებისაგან გროვდება კაბელზე იმისთვის, რომ სწორად შეინარჩუნოს გრედიენტი მთელი ჯაჭვის გასწვრივ. ამ მუხტებზე თითქმის არ საუბრობენ, მაგრამ ისინი საჭიროა, რადგან ისინი ატყობენ ველს კაბელის შიგ და ისინი ქმნიან ველს კაბელის გარშემო. ველი განლაგებულია რგოლებად კაბელის გარშემო. აი მე თქვენ წინათ რომ გითხარით, ასე ველი განლაგებულია გარშემო. თუნდაც ასე დავატრიალოთ. ელექტრონული ველი, მაგნიტური ველი ერთმანეთის სიახლოვეში. ჩვენ გვაქვს ელექტრონული ველი რადიალური კომპონენტით მაგნიტური ველი, რომელიც კაბელს გარშემო ეხვევა. ენერგია აქ მიედინება კაბელის შიგ, ენერგია მიედინება სივრცეში. ამ დამიწერი არას მაგივრად. მაპატიეთ, ახლა აკიდიკა შევნიშნე. რაღაც არ ემთხვევა ჩემი ნათქვამი, წინა ნათქვამი ამას მეთქი და გამიკვირდა. ენერგია არ მიედინება კაბელის შიგ. ენერგია მიედინება სივრცეში კაბელის გარშემო. მის პერპენდიკულარულად ყველა მხრიდან. ხო, ანუ ესა. კაბელის გარშემო აქ და ყველა ასეც მიედინება ჰორიზონტალურად და ასეც მიედინება პერპენდიკულარულად. და ეს ყველაფერი, ეს ველები ქმნის დენს. ეს ველები ქმნის დენს და დენი მე აღნიშნე ასე, რადგან მართლა მასზე ხდება მოძრაობა. და ნატურასთან სივრციდან გადადის მატერიალში და გადააქვს, ანუ ქმნის სითბოს და სინათლეს. ენერგია კი მიედინება სივრცეში კაბელის გარეშე, კაბელის გარშემო, მაპატიეთ. კაბელი დრენაჟია,
რომელიც შთანთქავს დენს გარშემო ველიდან. თუ კაბელს არ გადააქვს დენი, რისთვის გჭირდება ის? ხომ არ ჯობია ის საერთოდ მოვაცილოთ? ასეთი კითხვა გაჩნდება ხოლმე. კაბელის გარეშე არ არის დახურული ჯაჭვი. ჯაჭვის გარეშე არ არის დენი. დენის გარეშე არ არის მტკიცე მაგნიტური ველი. მაგნიტური ველის გარეშე არ არის პრიტინგის ვექტორი. უпроსტად პრიტინგის ვექტორი უდრის ნულს. არ არსებობს ენერგიის დინება კაბელი აძლევს გზას ელექტრონებს. ელექტრონები ქმნიან დენს, ტოკი დენი კი ქმნის მაგნიტურ ველს. მაგნიტური ველი ელექტრონულ ქმნის ენერგიას ნაკადის გარშემო სივრცეში. ანუ ელექტრონების რომელიც მოძრაობენ ქმნიან დენს, მაგრამ დენი მოძრაობს გარეთ. და ამ დენის მოძრაობის დროს იქნება მაგნიტური ველი, მაგნიტური ველი, ხო. და მაგნიტური ველი ქმნის ელექტროველს. და ეს ორივე ველი ეხმარება მოძრაობაში დენს, მაგრამ დენი ელექტრონების გარშემო არ შეიქმნება. ანუ მართულის გარეშე ელექტროდენი არ იარსებებს. და მაგნიტური ველი, ხო, ეს თქვი მე. თუ მოვაცილებთ კაბელს მთელი სურათი ინგრევა. თუ კაბელი გრძელია, პირველად მოსული დენი სუსტია და ძლიერდება თანდათანობით. აი, ხომ ყოფილა შემთხვევები მით უმეტეს 90-იან წლებში, როდესაც ძალიან ცუდი დენი იყო საქართველოში. ეს რატომ იყო თქვენი აზრით? იმიტომ რომ დენი მოდიოდა შორიდან. რაც უფრო მეტი გრძელია კაბელი, მით უფრო თავიდან, ხო, თუ დენი დიდ გზას გადის, თავიდან მოდის ძალიან სუსტი დენი. შემდეგ კი უფრო ძლიერდება და ძლიერდება. ყოველთვის გვიკვირდა, აუ, ძაბვა დავარდნილია. ალბათ თუდად მუშაობს დანადგარები. ახლა, როდესაც მე ეს ვიდეო მოვუსმინე ამ ვიდეოს, ჩემთვის ყველაფერი გასაგები იქნა. და კიდევ ერთი მომენტი, როდესაც უშუქობა იყო საქართველოში, მეზობელმა ერთი ის მართული მიამბა, გახსოვთ რომ ძველი ბატარейკები იყო ბინებში დარჩენილი. დენი არ იყო, გაზი არ იყო, გათბობა არ იყო, ძელებული ბატარейკები რამდენად ჩააბარა ჯარში, მაგრამ ის სანამ მოათრობდნენ, ტრუბები ხომ იყო იმ მაპატიეთ მილები. იმ მილს მიაბა ერთი კაბელის ერთი ბოლო, აქეთ ნათურა დაამაგრა და როდესაც ეს ხო, ამ ბოლომა ანთო ეს ნათურა. მართალია ძლიერი დენი არ იყო, მაგრამ მან სივრციდან ალბათ ამ სივრციდან ხომ არის ნულოვანი ეფირში რაღაც ენერგია, ეტყობა ის ენერგია იმ ენერგიამ გამოანათა ნათურის სახით. მე იმედი მაქვს რომ თქვენ გაიგეთ, მართალია მე ამის სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ მაინც დავდე, რადგან ძალიან საინტერესოა არავის გაჩენია აზრი. ბევრს კი ახლა ელექტრიკოსებს ეცოდინებათ თუ საიდან მოვიდა რა არის დენი და როგორ მიედინება. მადლობა ყურადღებისთვის. თუ მოვასწარი კიდევ ერთ მოკლე ვიდეოს დავდე. კი მე ერთი ვიდეო ავტურთე, მაგრამ ახლა გაგაცინებთ, გაგეხიმებათ იმაზე, რაც მე გეტყვით. ავტურთე და ბოლოსკენ ჩავფიქრდი, არ გამithიშია ვიდეო ისე და ხომაღლად ფიქრობდი, ლაპარაკობდი ხომაღლად. ახაც პრობლემას მეგონა გათიშული მქონდა.
უცებ გადავერთვე სხვა ფიქრებზე და ამას ვაბო ხომ ახლა და ტელეფონმა კი შევედი იქ რომ ჩამომეჭრა მაგრამ ეს დიდი ვიდეოა და ტელეფონმა ადგილი არ გავხსო ხო და მომიწია ყველაფრის წაშლა ნახევარი ვიდეო ისმაილ პრესი მოვყევი დროის ხაზებთან დაკავშირებით და ალბათ ვერ მოვასწრებდი მაგის სატვირთად ყველა შემთხვევით არაფერი ხდება მაგრამ აგერ მოკლე ვიდეო დავდე დენთან დაკავშირებით არც ნაკლებად საინტერესო ვიდეოა ეს ძალიან საინტერესოა ყველამ მე არ ვიცოდი მაგალითად თუ როგორ მეედინებოდა დენი იმედია მოგეწონებათ თუ მოვასწარი კიდევ ერთი ვიდეოს დადება დავდე და თუ არა და გემშვიდობებით დღეს მეთიშება ინტერნეტი ამიტომ შემდეგ ჩართვამდე